200 ლარიანი გირაოთი ყავთ გამოშვებული, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, ჩემი პოლიტიკური პოზიციის და მდგომარეობის გამო, დაკავებულია შურისძიებით და ეხლა მეუბნებიან, რომ 31 ოქტომბერს გადამიტანით. ამ დროს ძია ამაღლობელი 100 დღე არის საპყრობილეში ამ ნაძირალად გებუაძის, ამ უსამართლო სასამართლოს და არ ვიცი, უკანონობის პიკის გამო. რა ხდება ხალხი, გამარკვიეთ რა, საცხოვრობ, საერთოდ არსებობს? საერთოდ კონსტიტუცია არსებობს? საერთოდ ამ ქვეყანაში სამართალია არსებობს? გაოგნებული ვარ რა, ვერ ნაძირლები. ადამიანის სახე დამაკარგინეს, 2000 ლარად გამოშვებული ყავთ. ბავშვზე მოძალადე მთელი თვის განმავლობაში ვერ გავარკვიე, მაშინ ვერაფერ. უთხარი რომ დასაჯეთ. არაფერს არ ვამბობ, მაგრამ რეალურად პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო დაკავებულია ამ ქართული ოცნების მარიონეტის მფარველობით. რა თქმა უნდა, 2000 ლარიანი გირაოთი მაშინ, როდესაც უბრალოდ არ მინდოდა ამ პროცესებთან დაკავშირება ჩემი პირადის, მაგრამ ეს არის რეალური სახე ამ რეჟიმის. მაშინ, როდესაც ერთი სილის შემოყრის გამო, როდესაც უკანასკნელი სიტყვებით ლანძღეს კალბატონი, არ ვიცი რა რადონის შეურაცხყოფები არ აყენეს, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსულია და ლოკა გაწითლებული და მაშინ, როცა მოძალადე ბავშვს გალახ, თელმა საქართველოს ნახა ის საშინელი ფაქტები, პროცესი გადააქვთ და ეხლა მეუბნებიან, რომ 31 ოქტომბერს არსებობს სამართალი, არსებობს ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება. 31 ოქტომბერს ეს 4 თვით რომ გადამიდეს პროცესი. ეხლა მეუბნებიან, რომ 31 ოქტომბერს 12-ის ნახევარს. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა.